გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ვარ ბექამ რუანიძე. დღეს ვაგრძელებ ლედ ზეპელინის ბიოგრაფიის თხრობას. წინა გადაცემაში, როგორც მოგეხსენებათ, შევჩერდი იმ მომენტზე, როდესაც ლედ ზეპელინი გადაწყვიტავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, უпроსტად მისი პროდიუსერი პიტერ გრანტი გადაწყვიტავს, რომ ლედ ზეპელინი ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიყვანოს. ძალიან დამოუკიდებელ კომპანია, ხმისჩამწერ სტუდია, უпроსტად ატლანტიკ რეკორდში, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ ძალიან ცნობილი პიროვნებები, როგორიც იყო ახმედ ეტენგანი და ჯერი ვექსლერი. ესენი ის პიროვნებებია, რომლებმაც ძალიან მსოფლიო სცენაზე ფაქტიურად გამოიყვანეს პროგრესივ როკის ისეთი დინოზავრები, როგორიც იყო Iron Butterfly, თავისი ლეგენდარული ალბომით In the Garden და დავიდა, რომელიც სხვათა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰიტ აღლუმებში ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა და პირველი ადგილი დაიკავა და ძალიან დიდი ტირაჟით, დაახლოებით 15 მილიონი ტირაჟით გაიყიდა და რა თქმა უნდა იქცა პლატინის დისკად. რაც შეეხება პიტერ გრანტს და ლედ ზეპელინს, მათ ახალი დარქმეული ჰქონდათ სახელი ლედ ზეპელინი და დასტი სპრინგფილდი, ძალიან ცნობილი მომღერალი, გადაწყვიტავს, რომ პიტერ გრანტს შეთავაზოს ლედ ზეპელინთან ერთად ტურნე, რაზეც პიტერ გრანტი უპასუხებს, რომ მას აქვს ძალიან დიდი ფასი, ანუ მის ჯგუფს და ამერიკულმა შტატებმა ჯერ კიდევ არ იცის თუ ვისთან აქვს საქმე, ანუ ნაგულისხმები იყო მისი ჯგუფის. ნიუ-იორკში 1969 წელს, მას შემდეგ რაც ლედ ზეპელინი სპეციალური რეისით დაეშვა ნიუ-იორკის აეროპორტში, ისინი ძალიან ცნობილ საკონცერტო დარბაზში, ფილმორისში, რომელშიც მანამდე გამოდიოდა ისეთი ლეგენდები, როგორც იყო კრიმი, როგორც იყო Iron Butterfly, როგორც იყო პროკოლ ხარუმი, როგორც იყო ბიტლზი თავდაპირველად. ფილმორისტი გადაწყვიტავს, რომ ძალიან დიდი ავანსის სახით, მოდი ესე ვთქვათ, მოისყიდოს ჯგუფი კარგი გაგებით. საუბარია 200,000 ფუნტ სტერლინგზე და ნიუ-იორკში დაირხა ხმა, უпроსტად, რომ ეს იყო 5-ჯერ მეტი, ვიდრე ბიტლების ანაზღაურება თავის დროზე. გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ვარ ბექამ რუანიძე. დღეს ვაგრძელებ ლედ ზეპელინის ბიოგრაფიის თხრობას. წინა გადაცემაში, როგორც მოგეხსენებათ, შევჩერდი იმ მომენტზე, როდესაც ლედ ზეპელინი გადაწყვიტავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, უпроსტად მისი პროდიუსერი პიტერ გრანტი გადაწყვიტავს, რომ ლედ ზეპელინი ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიყვანოს. ძალიან დამოუკიდებელ